თუ ავიღებთ ალდეჰიდს ან კეტონს და დავუმატებთ მცირე რაოდენობით მჟავას ან ფუძეს, მივიღებთ ასეთ ნაერთს, მხოლოდ გარკვეული რაოდენობით, რომელსაც ქვია ენოლი. ენოლი კი იმიტომ ქვია, რომ N გვაქვს აქ ორმაგიბმა ამ ორ ნახშირბად შორის და ოლი, რადგან გვაქვს OH ჯგუფი, შესაბამისად ეს არის ალკოჰოლი. ეს არის იზომერი, ენოლი არის იზომერი ამ ალდეჰიდის ან კეტონის, მაგრამ ეს არის სპეციალური იზომერი, კერძოდ ტაუტომერი. ისინი მხოლოდ განსხვავდებიან ერთი წყალბადის ან ერთი ბმის მდებარეობით. ესენი არ არიან ერთმანეთის რეზონანსის სტრუქტურები, ესენი არიან სულ სხვადასხვა ნაერთები. მარტივად რომ აღვიქვათ, ვიცით რომ ეს არის კარბონილის ნახშირბადი, ეს კი იქნება ალფა ნახშირბადი, ალფა ნახშირბადს კი აქვს ორი წყალბადი და თუ ალფა წყალბადს გადავანაცვლებთ ჩვენ კარბონილის ჟანგბადზე, ანუ ეს ჟანგბადი თუ აღმოჩნდება აქ, მივიღებთ ტაუტომერს, ანუ ენოლს, ან შეგვიძლია ისე გავიაზროთ, რომ მოძრაობს ერთი ორმაგი ბმა. მოდი სხვანაირად გავაფერადებ. აქ გვაქვს ორმაგი ბმა აქ მოცემული, აქ კი გვექნება აი აქ მოცემული. რაც შეეხება აქ ალფა ნახშირბადს, მას ექნება ერთადერთი წყალბადი, კერძოდ აი ეს წყალბადი. მოდი ახლა განვიხილოთ მექანიზმი, ჯერ განვიხილოთ მჟავით ინიცირებული ტაუტომერიზაცია. მჟავით ინიცირებული ტაუტომერიზაციისას წყალბადი უერთდება ჩვენს კარბონილის ჟანგბადს, ანუ წარმოგვექნება პროტონირებული კარბონილი და ასევე წარმოგვექნება წყალი. ანუ გვექნება ერი დაკავშირებული ამ ნაერთთან, დაკავშირებული აქ ორმაგი ბმით პროტონირებულ ჟანგბადთან. ამ ჟანგბადს ექნება ერთი თავისუფალი ელექტრონების წყვილი და დადებითი ფორმალური მუხტი. ეს ჟანგბადი კი რეზონანსში იქნება, უბრალოდ ეს მოლეკულა იქნება რეზონანსში მეორე სტრუქტურასთან, სადაც გვექნება ეს ელექტრონები, უბრალოდ ამ ორმაგი ბმის ერთ-ერთი ელექტრონების წყვილი გადასული ამ ჟანგბადზე და შესაბამისად ამ ნახშირბადს ექნება დადებითი ფორმალური მუხტი და არა ამ ჟანგბადს. აქ გვექნება ერი დაკავშირებული აქ ნახშირბადთან, აქ მეორე ნახშირბადთან, აქ გვექნება წყალბადი, აქ ერთმაგი ბმით O, რომელსაც ექნება ორი თავისუფალი ელექტრონების წყვილი და ერთი ბმა წყალბადთან. ამ ნახშირბადს რაც შეეხება უпростоრად, მას ექნება დადებითი ფორმალური მუხტი. ესენი რეზონანსში არიან, ამიტომ მოდი ჭხილებს მივუწერ. შემდეგ ეტაპზე მოდის წყალი და ასრულებს ფუძის როლს. ვიცით რომ ალფა ნახშირბადზე გვაქვს ორი წყალბადი და შეგვიძლია ელიმინაციის მსგავსი რეაქცია ჩავატაროთ. მოდის ფუძე, ამ შემთხვევაში წყალი, აცილებს წყალბადს, ხოლო წყალბადის მის ელექტრონები გადადის ამ ორ ნახშირბად შორის ბმაზე და წარმოგვექნება ორმაგი ბმა. შესაბამისად ვიღებთ ჩვენს საბოლოო პროდუქტს, რომელიც არის ენოლი. გვაქვს ერი დაკავშირებული აქ ერთ ნახშირბადთან, აქ გვექნება უკვე ორმაგი ბმა, აქ გვექნება ერთმაგი ბმა O-სთან, რომელიც ასევე იქნება დაკავშირებული OH-თან უпростоრად, ანუ გვექნება ჯამში OH-ი და მივიღეთ ჩვენი ენოლი. ამ წყალბადის მაგივრად, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს R' ჯგუფი, ანუ კონდეს კეტონი ალდეჰიდის მაგივრად საწყის ნივთიერებად. როგორც ხედავთ, ყველა რეაქცია არის წონასწორობით გაკონტროლებული, შეიძლება ეს წონასწორობა იყოს გადახრილი კეტონის, ანუ კეტო ფორმისკენ, ან შეიძლება იყოს გადახრილი ენოლის ფორმისკენ. მოდი განვიხილოთ ახლა ფუძით კატალიზებული, ანუ ფუძით ინიცირებული ტაუტომერიზაცია. ფუძით ინიცირებული ტაუტომერიზაციისას ალფა ნახშირბადს წყდება წყალბადი და ითვისებს ამ წყალბადს ჩვენი OH ჯგუფი. ამ დროს ერთ-ერთი წყალბადის ბმა, რომელიც მოწყდა, ანუ გადაიქცევა თავისუფალი ელექტრონების წყვილად და გადადის ამ ნახშირბადზე. შედეგად კი ვიღებთ ასეთ ნაერთს, გვექნება ერი დაკავშირებული აქ ნახშირბადთან, აქ კიდევ ერთი ნახშირბადი გვექნება, აქ კარბონილის ჯგუფი, აქ H-ი. ამას ექნება თავისუფალი ელექტრონების წყვილი და ასევე ამ ნახშირბადსაც ექნება ერთი თავისუფალი ელექტრონების წყვილი და ასევე უარყოფითი ფორმალური მუხტი. ამ სტრუქტურას ახასიათებს რეზონანსი, ამ ელექტრონებს შეუძლიათ აქ გადასვლა, ხოლო კარბონილის ერთ-ერთი ელექტრონების წყვილი კი გადავა ჟანგბადზე.
ამ შემთხვევაში კი გვექნება ასეთი სიტუაცია, ამ ნახშირბადს აღარ ექნება უარყოფითი ფორმალური მუხტი, მას უბრალოდ ექნება ორმაგიბმა ამ მეორე ნახშირბადთან და ერთი წყალბადი. ხოლო რაც შეეხება ჟანგბადს, უკვე მას ექნება უარყოფითი ფორმალური მუხტი და ასევე აქ გვექნება ან ჰ-ში, ან R' თუ კეტონი გვაქვს. ფრჩხილებს დავუწერ, რადგან ეს რეზონანსის სტრუქტურებია და მოდი განვიხილოთ ეს მიღებული რეზონანსის ჰიბრიდი, რომელსაც უწოდებთ ზოგადად ენოლატის ანიონს. ენოლატის ანიონის ერთი რეზონანსის სტრუქტურა არის კარბანიონი, რადგან ნახშირბადზე გვაქვს უარყოფითი მუხტი, მეორე სტრუქტურა კი არის ოქსი ანიონი, რადგან ჟანგბადზე გვაქვს უარყოფითი მუხტი. ვიცით რომ ჟანგბადს უფრო მაღალი ელექტროუარყოფითობა აქვს ვიდრე ნახშირბადს, შესაბამისად რეზონანსის ჰიბრიდში უფრო მეტი წვლილი შეაქვს ამ ოქსანიონის სტრუქტურას, ოქსიანიონის ბოდიშით. ენოლატის ანიონი საკმაოდ მნიშვნელოვანია ალფა ნახშირბადის ქიმიაში, ამიტომ კარგი იქნება რომ დაიმახსოვროთ მისი სტრუქტურა და მისი რეზონანსი და მის თვისებებს უკეთ მომავალ ვიდეოებში განვიხილავთ. რაც შეეხება ტაუტომერიზაციას რეაქციას, დარჩა მხოლოდ ერთი ეტაპი. უბრალოდ გვჭირდება პროტონირება ამ ანიონის, ამ შემთხვევაში გვექნება წყალი, რომელიც შეასრულებს მჟავის როლს და გადასცემს ჩვენს ენოლატის ანიონს ამ წყალბადს. წყალბადის მის ელექტრონები გადავა ისევ ჟანგბადზე და დაგვიბრუნდება ჩვენი OH ანიონი, ანუ ჰიდროქსიდის ანიონი და ასევე მივიღებთ ჩვენს ტაუტომერს, ანუ ენოლს. ერი გვექნება დაკავშირებული ამ ნახშირბადთან, რომელიც ორმაგიბმით იქნება დაკავშირებული მეორე ნახშირბადთან, აქ გვექნება OH-ი, აქ კი გვექნება წყალბადები მიერთებული. აქ შეიძლება წყალბადის მაგივრად იყოს R ორმაგი შტრიხი, ანუ აქ გქონდეს კეტონი ალდეჰიდის მაგივრად, საწყის ნივთიერებად. მოდი ახლა განვიხილოთ სტერეოქიმია ტაუტომერიზაციის რეაქციის დროს. დავუშვათ ჩვენი ალფა ნახშირბადი არის ქირალური ცენტრი, ანუ გვაქვს 4 სხვადასხვა ჩამნაცვლებელი. თუ დავუშვათ გვაქვს ასეთი სტრუქტურა, სადაც წყალბადი არის ჩვენკენ გამოშვერილი და მცირე რაოდენობით დავუმატეთ ან მჟავას, ან ფუძეს, რა თქმა უნდა, მოხდება ტაუტომერიზაცია. პირველ რიგში მივიღებთ ენოლის ფორმას, იგი გადავა ენოლის ფორმაში, სადაც sp2 ჰიბრიდიზაციის არის ჩვენი ალფა ნახშირბადი, შესაბამისად, იგი აღარ არის ქირალური ცენტრი და ნებისმიერი ინფორმაცია, რაც არსებობდა მის ქირალობაზე და კონფიგურაციაზე, იკარგება. რაც შეეხება ენოლს, ენოლი დაუბრუნდება კეტონის ფორმას, მაგრამ შეიძლება კეტონის ფორმას ორნაირად დაუბრუნდეს, შეიძლება დაუბრუნდეს ისეთ კონფიგურაციაში, სადაც წყალბადი ჩვენკენ არის მომართული, ან შეიძლება მისი ენანტიომერი, უბრალოდ სტერეოიზომერი მივიღოთ, სადაც ეს R2 შტრიხი არის ჩვენკენ გამოშვერილი, ხოლო წყალბადი არის ჩვენ საპირისპიროდ. შესაბამისად, თუ ავიღებთ ხსნარს ოპტიკურად აქტიური ალდეჰიდის ან კეტონის და შემდგომ კატალიზატორად დავუმატებთ ან მჟავას ან ფუძეს, ჩვენ ოპტიკურად აქტიური ხსნარი რაციმიზაციის შედეგად აღარ იქნება ოპტიკურად აქტიური, რადგან ვიღებთ რაცემატს ამ კონფიგურაციას და ამ კონფიგურაციას შორის. მოდი ახლა განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი ტაუტომერიზაციის. მოცემული გვაქვს ციკლოჰექსანონი, რომელსაც შეუძლია ტაუტომერიზაცია, რადგან აქ გვაქვს წყალბადი ალფა ნახშირბადზე, აქ წყალბადის მის ელექტრონები გადავა აქ, კარბონილის ორმაგიმის ერთ-ერთი ელექტრონების წყვილი გადავა აქ და აქ დაგვიკავშირდება წყალბადი და მივიღებთ ჩვენს ენოლის ფორმას. ამ ენოლის ფორმას რაც შეეხება, იგი საკმაოდ მცირე რაოდენობით გვაქვს ჩვენს ხსნარში, რადგან ჩვენი კეტო ფორმა ბევრად უფრო სტაბილურია. და თუ განვიხილავთ მეორე კეტო ენოლ ტაუტომერებს, აქ გვაქვს ასეთი კეტო ფორმა და აქ გვაქვს ასეთი ენოლის ფორმა და თუ დავაკვირდებით ამ ენოლის ფორმას, იგი ალბათ გვეცნობა, ეს არის ფენოლი. ფენოლში კი გვაქვს არომატიზაცია, არომატული ბირთვი და ვიცით რომ რადგან არომატული ბირთვები საკმაოდ სტაბილურია, ამიტომ
ფენოლი ბევრად უფრო დიდი რაოდენობით გვექნება ხსნარში, ანუ ენოლის ფორმა ბევრად უფრო დიდი რაოდენობით იქნება ხსნარში, ვიდრე კეტო ფორმა. შესაბამისად, გააჩნია კეტოს და ენოლის ფორმის სტაბილურობას, თუ რომელი უფრო მეტი გვექნება ხსნარში.